ადამიანი უნდა ემზადებოდეს შობის მარხვისთვის, განსაკუთრებით უნდა ემზადებოდეს და მე მარხვის დაწყებისიდან აღნიშნე კიდევ და გესაუბრეთ კიდევ სამას დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გავა, რაღა დარჩა, წარ ორ კვირაში უკვე შობის დღესწაული მოვა. ძალიან მალე მოვა ეს დღე. და ჩვენი გონება თუ არ გადმოერთო აქედან შობისკენ თუ არ გადმოერთო და თუ ჩვენი სხეული, თუ ჩვენი გონება ამ საოცარი დღის შესახვედრად არ მოვამზადეთ, ეს მარხვა ძალიან სწრაფად გაიქცევა. და წარმოიდგინე ამ მარხვისგან არაფერი აღარ დაგრჩებათ. ანუ რაც ამ მარხვაში უნდა მიგეღოთ, რომ უნდა გაზრდილიყავით ამ მარხვაში, ეს ყველაფერი არ დარჩება. თქვენ დააკვირდით, ეშმაკი ყოველთვის ბობოქროს, ყველა მარხვაში ბობოქროს, რომ ადამიანის გონება ამ ყველაფრისგან მოიტაცოს, წაიღოს ამისგან გონება და სხვა მხარეს გადართოს, იმიტომ რომ ეშმაკმა კარგად იცის ეშმაკმა. ეშმაკს აქვს ერთადერთი სამიზნე. ეს არის ადამიანების სულები მიიტაცოს. ადამიანის სული ღვთისკენ არ იყოს. ადამიანის სული რაც შეიძლება მატერიალში ჩართოს, მიწიერში ჩართოს, რაც დამთავრებადია და რაც მალე დამთავრდება. ამ ქვეყნიური რაც კი არის, ყველაფერი დასრულებადია. ყველაფერი ჩვენი ახალგაზრდობა სიბერეში გადავა, ჩვენი ჯანმრთელობა შეიძლება დაავადებაში გადაიზარდოს და შეიძლება ფეხზე ვეღარ დადგე, ვეღარ ასოდეს. ისე შეიძლება ერთი პატარა ვირუსი შეხვდეს და თელი ცხოვრება შეიძლება საწოლს მიეჯაჭო ადამიანი. და მიუხედავად ამისა, რომ ადამიანი ამას ხედავს, მაინც ადამიანი მატერიალურისკენ უფრო მარტივად და მიდრეკილი, ვიდრე სულიერებისაკენ. რატომ სულიერება სჭირდება ძალიან დიდი შრომა. პირველ რიგში სულიერება სჭირდება საკუთარი თავის იძულება და საკუთარი თავის მოთხოვნილობა, რაც ძალიან ძნელი და ძალიან რთულია. აი დღევანდელ სახარებას კითხულობდით სახარების განმარტებებს და წარმოდიდგენთ როგორი ადამიანები დღევანდელ სახარებას ჩანს ადამიანი როგორია. ადამიანებს რომელსაც ჰქონდათ კეთრის დაავადება და იცით თქვენ ეს როგორი დაავადება იყო, როგორი საშინელი დაავადება იყო ეს კეთრის დაავადება, ადამიანს რომელსაც იმ დროს კეთრი შეემთხვეოდა, ის უკვე საზოგადოების ნაწილი აღარ იყო, იმას რიყავდნენ საზოგადოებიდან, ის უკვე ცალკე ცხოვრობდა, ვერც ოჯახის წევრს, ვერც ახლობელს, ვერავის ადამიანი ვეღარ ხვდებოდა, ანუ ყველაფრისგან გარიყული იყო ადამიანი, კეთროვანი ადამიანი, ყველაფრისგან გარიყული იყო. და წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანები მიდიან ქრისტესთან და შორიდან ეძახიან, მიახლოების უფლება მათ არ ქონდა ადამიანს რომ მიახლოებდნენ და შორიდან ეძახიან და თხოვენ რომ გაკურნებას ითხოვენ მისგან, ქრისტესგან ითხოვენ განკურნებას. და ქრისტე ნახე კი არ კურნავს იმ წუთშივე თან, კი არ ეუნება განკურნებული ხარ თუ არა, მეს არ ეუნება ქრისტე მათ. რომ თუნდაც ეუნება რომ წადითო მღვდელთან და მღვდელს ანახეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ როცა ადამიანი და ესეთი რაღაცა რო ხდებოდა, როცა ადამიანი კეთრისგან განეკურნებოდა, უნდა მისულიყო მღვდელთან და მღვდელს უნდა დაედასტურებინა რომ ის უკვე განკურნებულიყო ამ სენისაგან. და ეუნება ამით რომ წადით მღვდელთან, ეს ადამიანები მიდიან. მაცხოვარს უჯერებენ და მიდიან. ანუ ეკლესიაში მღვდელთან ღვთის წიაღში მიდიან, ანუ ღმერთთან მიდიან, მღვდელთან მიდიან, ღვთისგან დადგენილი მასში მიდიან, ეკლესიაში მიდიან. და გზაში როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ანუ ეკლესიისკენ და მღვდლის როგორც გადამენ ამ ნაბიჯს, ისინი იმ წამსვე იკურნებიან. ანუ სანამ იმ მღვდლებამდე მივლენ, მანამდე იკურნებიან. ხვდებიან რომ განკურნებულებენ, იმიტომ რომ ფიზიკურად შესამჩნევი ყო რომ, იმიტომ რომ ეს დაწყულებული ქონდა ადამიანის სხეული, დაჩირქებული ქონდა ადამიანის სხეული და ბუნებრივად ნახეს რომ ეს ჩირქები მათ სხეულზე აღარ აქვს. და უცებ ეს ყველაფერი მათი სხეულიდან ალაგდა, გაიწმინდა მათი სხეული. და წარმოიდგინე, ხოდ ერთადერთი ადამიანი ბრუნდება მაცხოვართან, მადლობის სათქმელად. დანარჩენი არ ბრუნდებიან, არავინ არ ბრუნდეს მაცხოვართან, რომ მადლობა გადაუხადონ მაცხოვარს ამის გამო. არც ერთი ადამიანი, მარტო ერთი ადამიანი ბრუნდება. და მეუნება რომ და ეს მაცხოვარს ისინი სად არიან დანარჩენები, ისინი ხო განიკურნენ, ისინი რატო არ დაბრუნდნენ? ყველა ხო განიკურნა. აი ადამიანი არის სამწუხაროდ ესეთი. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ძალიან ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში უამრავი შემთხვევა ყოფილა, რომ ადამიანს აი საწოლს ყოფილა მიჯაჭული საავადმყოფოში რეანიმაციაში ყოფილა, ოჯახის წევრები, ახლობლების უთხოვიათ, აი მამო გეხვეწები, აი პარაკლისი გადაგვიხადე, გადარჩეს რაღაცა და ღმერთი ჩარეულა ამ ყველაფერში. და 100% კი არა, 1000% რომ უნდა გარდაცვლილიყო ადამიანი და ერთი პატარა 1%-ის რო არ იყო შანსი მისი გადარჩენის, ადამიანი გადარჩენილა. ფეხზე დამდგარა, სულ დამტრეული ერთხელ როგორ მახსოვს ერთი ადამიანი იყო, მოტოციკლეტი დაიმტვრა და აი ძვლის ერთი ნაწილიც არ ქონდა დარჩენილი, ისე იყო დამტრეული, აი ყველაფერი დამსროლი ქონდა, ყველა ნაწილი დამსროლი ქონდა და როგორ მახსოვს რომ მშობლები რო შემოვიდნენ აქ ტაძარში, დედმამა შემოვიდნენ ტაძარში და ეს დედა ამბობდა ეგეთ რამეს რომ მე მჯერაო, მამო ახლა რო გადაგიყვანო, ისეთი წვენა მაქვს შინაგანად. ზეც რო აცხებო განიკურნებაო ჩემი შვილიო. და ექიმები შანს არ იძლევდნენ, არანაირ შანს არ იძლევდნენ. და მართლა განიკურნა ეს ადამიანი, რაღაც სასწაული მოხდა და ღმერთის ჩარევით ადამიანი განიკურნა. რამოდენიმე თვე იარა ეკლესიაში და მე გაქრა ეკლესიიდან ისევ.
აღარებულია მე ეკლესიაში. სამწუხაროდ არც მას და არც მიშობლებს. ანუ მაშინ დაჭირდა ღმერთი და ითხოვეს. ღმერთმა მისცა ეს. მაგრამ ისინი მაინც წავიდნენ ეკლესიის წიაღიდან. და მაინც არ დარჩნენ, იმიტომ რომ იმ მომენტის შემდეგ მათ ეს ყველაფერი აღარ მონდათ. ერთი შემთხვევა მახსენდება კიდევ ძალიან ისეთი ძალიან შემთხვევა რომ ერთ-ერთი ჩემი ძალიან ახლობელი იყო ძალიან მძიმე და რაღაც ვერ მივედი მაშინ პატრიარქთან მსახურობდი და ვერ მივედი მასთან რომ რაღაცა მის მსახურება ჩამეტარებინა და მე რაღაც ისე დროს მივედი რომ უკვე კონსოლიუმი იყო შეკრებილი ამ ექიმების და დასკვნა გამოიტანეს და სადნახევარი ველოდებოდი და რო გამოვიდნენ ექიმად გასო ჩვენო ყველაფერი ჩვენთან ამოვწურეთო ყველაფერი ამოვწურეთო და ახლა ღმერთი თუ ჩაერევა ამაში თორე ჩვენ უკვე ყველაფერი დავამთავრეთო და ერთადერთი რამე გოგსო თუ აპარატზე შევაერთებთო ამ ადამიანსო მე სანამ თვითონ არ გარდაიცვლება მანამდე ჩვენოს აპარატთან ვერ გამოვართ კანონი არ გვაძლევს ამის უფლებასო მე თქვენი გადასახდელი იქნება ეს ყველაფერიო და უნდა გადაწყვიტოთო ან ვაერთებთ ამ აპარატზე ან ესე ვტოვებთ ამ ადამიანსო და მე მემკითხეს და მეთქი არ ვიცი როგორ მოვიქცეთ და მოდი გადავიხავთ დღეს პარაკლისი ზეთი ვაცხოთ და ხვალდილით გადავწყვიტოთ მეთქი მე როგორც იქნება მეთქი და რაღაც ესე მახსოვს მისი შვილი შემოყვა შიგნით რეანიმაციაში და თელი გულით მახსოვს როგორ თელი გულით ითხოვდა ეს შვილი ამ მის გამკუნებას არნაირი აი პროცენტი არ იყო მისი გადარჩენის თელი სხეული შიგნით დაავადებული ხონდა ყველაფერი და რო გადავიხავთ ეს პარაკლისი და წამოვედით მეორე დღეს მიერეკავს მის შვილი და მეგონა და ამერიკა რომ გარდაიცვალა უკვე ამისთვის და ამერიკა მეგონა შუნა და მამაო არ ვიცი რა ხდებაო მამიკომო საჭმელი მოითხოვაო დილითო რომ გაიღვიძაო საჭმელი მოითხოვაო და რეანიმაციიდან კიდევ პალატაში გადაიყვანეს და ორ დღეში გაწერეს სამონტყოფოდან ეს ადამიანი რომელსაც შიგნით სხეული ყველაფერი დაავადებული ხონდა ყველაფერი განეკუნა მაშინ მე ამ ადამიანს თხოვე ჩემი ძალიან ახლობელი იყო და რომ ჩემთან სოფაში ტაძარში ევლო რომ ისულიყო ტაძარში ევლო იქ მოძღვართან ისულიყო აღსარება ევარებინა გააგრძელებენ ზიარება და 1-2 კვირა ერდა მე აღარ ერდა მე ის თავის საქმეს აკეთებ და იმას ის გააგრძელა ზუსტად 1 წლის თავზე ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა ინფარქტით ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა ამას ატოგიყვებით ამას ადამიანები სამწუხაროდ ესეთ აი ჩვენი აზროვნება როგორ არის აი რაღაცას ვითხოვთ ისაგან რაღაცა გვინდა რაღაცა მოგვეცემა ეს რაღაცა და მე ღმერთი აღარ გვინდა